დღეს როგორც უკვე აღნიშნეთ, გახლავთ ღირსი მამა დავით გარეჯელის ხსენების დღე. შეგახსენებთ, რომ დავით გარეჯის მამათა მონასტერში წირვას აღავლენს საგარეჯოსა და ნინოწმინდის მთავარეპისკოპოსი ლუკა ლომიძე. ღვთისმსახურება 10 საათზე დაიწყება. ამავე დღეს მონასტერში მიბრძანდება უწმინდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმაფხაზეთის მიტროპოლიტი შიო მესამე, რომელიც 12 საათსა და 30 წუთზე პარაკლისს აღავლენს. ასევე დღეს გახლავთ მამა დავითობა და ჩვენი ჟურნალისტი ნინო გელაშვილი ჩაგვირთვება მთაწმინდაზე მდებარე მამა დავითის ტაძრიდან, სადაც ღვთისმსახურება 9 საათზე დაიწყო. დილამშვიდობის ნინო და გილოცავ დღევანდელ დღეს. სოფო დილამშვიდობისა, როგორც უკვე აღნიშნა, დღეს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ღირსი დავით გარეჯელის ხსენების დღეს აღნიშნავს. მეც გილოცავ და განსაკუთრებულად მიულოცავ ჩვენს მაყურებელს. მე ახლა მთაწმინდის მამა დავითის სახელობის ტაძრიდან გერთვებით, სადაც ტრადიციულად ყოველი წლის ამ დღეს სადღესასწაულო საღვთო ლიტურგია აღევლინება. ღვთისმსახურებას წალკელი ეპისკოპოსი გრიგოლი ადგილობრივ სასულიერო პირებთან ერთად აღავლენს. იქამდე სანამ აქ შეკრებილ სასულიერო პირებსა და მრევლის წევრებს გავესაუბრები, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ღირს დავით გარეჯელს უდიდესი წვლილი მიუძღვის საქართველოში ქრისტიანობის დაცვასა და განმტკიცებაში. ჩემთან ერთად ახლა არის მთაწმინდის მამა დავითის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური გიორგი ფირცხელანი და მისგან უფრო მეტ შევიტყობთ ამ დღის მნიშვნელობის შესახებ. მამა გიორგი, გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს. რა მნიშვნელობის მატარებელია ღირსი დავით გარეჯელის ხსენების დღე? პირველ რიგში მოგილოცავთ დავით მამა დავითობას, სოფოს მიულოცავ პირველ რიგში მთელ ჩვენ ერს მიულოცავ უწმინდეს და უნეტარეს შიო მესამეს დიდი პატივისცემით. მოგეხსენებათ, რომ ის სულიერება, რომელიც ჩვენ ქვეყანას გააჩნია, არის ღვთისწყალობა და ღვთისწყალობის ერთ-ერთი გამოვლინება იყო სწორედ მამა დავით გარეჯელის და 13 ასურელი მამის მობრძანება საქართველოში და სწორედ მათ 8 წუთს უკავშირდება სამონასტრო ცხოვრების აღშენებლობა და კიდევ ერთხელ სარგებლობა. შემთხვევით და მიულოცავ ყველა მონასტერში მცხოვრებ ბერებს და სასულიერო პირებს, განსაკუთრებით მამა დავით გარეჯის ლავრაში მყოფ ბერებს და ზოგადად მამა დავით გარეჯელის სახელობის უდაბნოს ბერებს ყველას მიულოცავდი აი ამ დღეს. დიდი წყალობაა ჩვენ ერზე და ეს წყალობა, როგორც მე-6 საუკუნეში იყო მამა დავით გარეჯელის სახით, ისე დღემდე გრძელდება. აი ჩვენ ყველა ვნახეთ თუ როგორ პატივით გავავცილეთ უწმინდესი და უნეტარეს ილია მეორე, რომელსაც ყოველთვის უყვარდა აქ ამოსვლა და ყოველთვის ესწრებოდა ხოლმე მამა დავითობას და ასევე გამოვირჩიეთ და ინტრონიზაცია მოხდა ახალი პატრიარქისა შიო მესამესა და ეს სულიერება ყოველთვის იქნება და გაგრძელდება ჩვენ ქვეყანაში. დიდი მადლობა, კიდევ ერთხელ გილოცავთ მამაო. ჩემთან ერთად როგორც უკვე აღნიშნე მრევლის წევრებიც არიან და ახლა მათ გავესაუბრები. დილამშვიდობისა და გილოცავთ დღევანდელ დღეს. რა მნიშვნელობის მატარებელია ღირსი დავით გარეჯელის ხსენების დღე? უდიდესი მნიშვნელობის მთელი მართლმადიდებლობისთვის, არა მარტო ქართველებისთვის, მთელი მართლმადიდებლობის სამყაროსთვის საუკუნეებია მთაწმინდიდან აღევლინება ღვთის ლიტურგია და დღეს სადღესასწაულო ლიტურგიიდან მამა დავითიდან მიულოცავ მთელ ერს, მთელ ქართველებს, მთელ საქართველოს, მთელ სამართლმადიდებლოს დღევანდელ ბრწყინვალე დღესასწაულს მამა დავითობას. დიდი მადლობა. დილამშვიდობისა, თქვენც გილოცავთ დღევანდელ დღეს. თქვენთვის რა მნიშვნელობის არის დღევანდელი დღესასწაული? ჩემთვის განსაკუთრებული დღესასწაული არის, რადგან მთაწმინდებლებისთვის ეს დღე არის აი ყველაზე გამორჩეული დღე ჩვენი უბნის, ჩვენი ქალაქის და რომელიც ამშვენებს ჩვენს უბანს და ყველა მთაწმინდელს, ყველა თბილისელს და სრულიად საქართველოს ულოცავს დღევანდელ დღეს. ფარავდეს მამა დავით გარეჯელის ძალი და მადლობა. მადლობა, გილოცავთ კიდევ ერთხელ. სოფო, შენც აღნიშნე და მეც ვეტყვი ჩვენს მაყურებელს, რომ დღევანდელი დღესასწაული განსაკუთრებული სიხარულით აღინიშნება დავით გარეჯის მონასტერში, სადაც სულ მალე სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე მიბრძანდება და პარაკლისს აღავლენს. კიდევ ერთხელ ულოცავ ჩვენს მაყურებელს და დაგემშვიდობებით. მადლობა ნინი, კიდევ ერთხელ გილოცავ დღევანდელ დღეს, ასევე გეტყვით, რომ ჩვენი გადამღები ჯგუფი იმყოფება დავით გარეჯში და დღესასწაულის
შესახებ მომზადებულ სიუჟეტს უკვე ვნახავთ ჩვენ საინფორმაციო გამოშვებაში.